მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება მიმდინარე კვირის ტაროლოგიურ პროგნოზს. განსხვავებით წინა საჯარო გაშლებისა, რომელსაც მსგავსი ფორმატის ფარგლებში ვაკეთებდით ხოლმე, დღევანდელი გაშლა იქნება სტიქიების მიხედვით. ჯერ ამოვიღებთ სტიქიის გათვალისწინებით მომდენო, უბრალოდ უკვე მიმდინარე კვირის ტაროლოგიურ პროგნოზს და შემდგომ უკვე თითოეული ნიშნისთვის, რომელიც ამ სტიქიაში შედის, ამოვიღებთ თითო არკანით ინდივიდუალურ ენერგიას. ხო, და გაშლის ბოლოს უკვე ზოგად რჩევასაც ვნახავთ კვირის განმავლობაში, რა რჩევას გვაძლევს სამყარო. ეს გაშლა არის 4 ბლოკიანი, კონკრეტულად ეს ბლოკი კი ემსახურება მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის მომდევნო კვირის პროგნოზის შეფასებას. ნახოთ მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, როგორი კვირა გექნებათ მომდევნო კვირაში. როგორი იქნება თქვენი ტენდენციები მომდევნო კვირაში. მიწის სტიქიის წარმომადგენლების ზოგადი ტენდენციები მომდევნო კვირაში. ნახოთ ახლა თითოეული ნიშნის მიხედვით, როგორი იქნება ეს კვირა. როგორი კვირა გექნებათ მიწის სტიქიის წარმომადგენლებო. ნახოთ ყუროებისთვის, როგორი კვირა იქნება, ქალწულებისთვის, როგორი კვირა იქნება და როგორი კვირა იქნება თხის რქებისთვის. აი ამ დასტით კი ამოვიღოთ უკვე რჩევა. ზოგადი რჩევა მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ნახოთ. რჩევა მიწის სტიქიის წარმომადგენლებს. ნახოთ თქვენი ზოგადი კვირის ტენდენცია და ჩამოკიდებული კაცი, არკანი შეყვარებულები და არკანი კოშკი. სამი მაღალი არკანი მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან. ჩემო ძვირფასებო, აქ მე ვიტყოდი, რომ თქვენ შეძლებთ გააცნობიეროთ წარსული მიჯაჭვულობები, რაში მდგომარეობდა თქვენს შემთხვევაში მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, რა იყო ის წარსული დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც არ გაძლევდათ წინსვლის შესაძლებლობას და თითქოს აი ერთგვარად გადაწყვეტთ, რომ თავი გაითავისუფლოთ აი ამ მიჯაჭვულობებისგან. რო გითხრათ სიმართლე, ამ კვირაში აქტიურ ქმედებებს მე მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან არ ველოდები. ნამდვილად, უბრალოდ ეს იქნება გარკვეული ტიპის გაცნობიერებები. შესაძლოა წინა პლანზე გადმოიწიოს მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან პირადმა ურთიერთობებმა და ვისაც დაუშვათ პირად ურთიერთობებში გარკვეული ტიპის ან პაუზა, ან შეფერხება, ან რაღაცა ისეთი გქონდათ, რომ ვერ ახერხებდით კომუნიკაციას, ან განშორებას, ან შერიგებას, ასე ვთქვათ, ეს რაღაცა ტენდენცია შეიცვლება მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან და რაღაცა ისეთი შესაძლოა მოხდეს, რამაც დააპროვოციროს უკვე მომავალთან დაკავშირებული ქმედებები. ყოველ შემთხვევაში რაღაცა შეფერხებული პროცესები მიწის სტიქიებთან, რაც იყო მიჯაჭვულობა, აქ იქნება ან გაცნობიერება, რომ ეს იყო მიჯაჭვულობა და ამ მიჯაჭვულობას უნდა გავეშვათ და ჩავეხსნათ, ან იქნება პირიქით აი შეჩერებული, მაპატიეთ და დამყაყებული პროცესებისგან გათავისუფლებისთვის უკვე რაღაც მცირე პორცია ნაბიჯების გადადგმა. ნახოთ ყუროებისთვის რა იქნება. ყუროებისთვის ეს არის არკანი სამსჯავრო. პრინციპში აქ ერთმნიშვნელოვნად გამოჩნდა ისედაც, რომ ეს კვირა კარმული იქნება მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და აგერ ბატონო მოვიდა ყუროებთან სამსჯავროს არკანი.
მაგრამ ეს კონკრეტული არკანი თქვენ მოგცემთ კურუებო ფრთების გაშლის შესაძლებლობას იმ მასშტაბზე, რა მასშტაბიც თქვენს წარმოსახვაში გაქვთ. ამიტომ ოცნებებში თავს ნუ შეიზღუდავთ და ნუ შეზღუდავთ გარემოსაც, იმიტომ რომ ჩვენ რა იმპულსებსაც გავცემთ, სწორედ ის იმპულსები მე რეალიზდება ჩვენს სივრცეში. აი ამიტომ ნუ შეიზღუდავთ, იყავით რწმენაში, იყავით უფრო მეტ პოზიტივში და მოემზადეთ იმისთვის, რომ სამყარო თქვენს ყველაზე ამბიციურ ჩანაფიქრებსაც კი სისრულეში მოიყვანს. კვირა პრინციპში აქ არის გეუბნებით ძალიან კარმული, ამიტომ რაც უფრო დაუშვათ არ ვიცი ხა, რატომ მომდის ესეთი ენერგია, ზოგადად ვამბობ, არც ერთ ნიშანს ეს არ ეხება, მაგრამ ზოგადად მიწის სტიქიის წარმოადგენს ვეუბნები და ვაფრთხილებ, არ ეცადოთ შურისძიებას, ან არ დაგეგმოთ ამ კვირაში არანაირი შურისძიება, იმიტომ რომ დაგიბრუნდებათ ბუმერანგი მიწის სტიქიის წარმომადგენლებო უახლოეს მომავალში თან. ამიტომ პირიქით დადებითი ენერგია, პოზიტივი და უფრო მეტი კეთილგანწყობა საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ. რაც შეეხება ქალწულებს, ჩემო ძვირფასებო, აქ არის რვიანების თასები, აქ თქვენ გეუბნებით, ანუ უკან მოიტოვებთ რაღაცა წარსულთან დაკავშირებულ ემოციურ მიჯაჭვებებს და გადაწყვეტთ, რომ უკვე დროა იაროთ. თქვენი გზით უკვე დროა გათავისუფლდეთ ყველანაირი არასაჭირო დამაბრკოლებელი გარემოების თუ ადამიანისგან და უკვე დროა დაადგეთ თქვენს გზას. ამისათვის სამყარო მზად არის, გელოდებათ და მიგიღებთ. რაც შეეხება თხის რქებს, თხის რქებო არკანი იეროფანტი თხის რქებთანაც. აი მე ვამბობ, აქ ძალიან კარმული კვირაა მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. არკანი იეროფანტი, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თხის რქებო თქვენ აქ ძალიან დიდ სიბრძნესთან გექნებათ შეხება მიმდინარე კვირაში. აქ არც გამოვრიცხავ, რომ იყოს გარკვეული ტიპის ცოდნები, საკმაოდ ესეთი ღრმა ძირძველი ცოდნისა და ცნობების მიღება, გაცნობიერება, თქვენ გაქვთ საკმარისი რესურსი, რომ ეს ყველაფერი ზიდოთ საკუთარი ტვინით და მხრებით და შექმნათ ამ ყველაფრისგან საზოგადოებისთვის საჭირო პროდუქტი. სამყარო თხის რქებო ამ კვირაში თქვენგან ითხოვს რაც შეიძლება მეტი ცოდნის დაგროვებას. ზოგიერთი თხის რქის შემთხვევაში აქ წინა პლანზე წამოიწევს უშუალოდ ანუ ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს შეძლებთ რომ გაუმკლავდეთ და თან გაუმკლავდეთ ძალიან მაღალი ხარისხით და ძალიან დიდი სიზუსტით. ნახოთ ახლა რჩევა რა იქნება მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის და აქ მოვიდა 6-იანი თასების პრინციპში მე ვიტყოდი ჩემო ძვირფასებო იმას, რომ თქვენ აქ ემოციურად ძალიან სავსენი იქნებით მიწის სტიქიის წარმომადგენლებო, აქ არ იქნება რაღაცა ისეთი დეპრესიული ან აპათიური განწყობები, არამედ პირიქით, ანუ უკვე მიხვდებით, რომ თქვენს თავსა და ხელებშია ის ძალა, რაც შეგაძლებინებთ და მოგცემთ უნარს შექმნათ თქვენი საკუთარი რეალობა უფრო კარგი, უფრო ნათელი და უფრო მეტად ბედნიერი. სწორედ აი ამ ნოტაზე მინდა დავასრულო ეს კონკრეტული გაშლა. ბედნიერება მინდა პირველ რიგში გისურვოთ მიწის სტიქიის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ თქვენ რატომღაც მიდრეკილი ხართ თავის შეზღუდვისკენ, საკუთარი მოთხოვნილებების დათრგუნვისკენ, თითქოს აი სხვების სასარგებლოდ, მაგრამ აი ამ კვირაში სამყარო შეძლებს გაგრძნობინოთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი პერსონა და პიროვნება ხართ თქვენ ადამიანების ცხოვრებაში და ზოგადად სამყაროსთვისაც ნამდვილად არ ხართ შეუმჩნეველი ადამიანი. გისურვებთ თვითკმარობას, სიკეთეს, ხვავს ბარაქას და დამიკომენტარეთ ძალიან გთხოვთ ამ კონკრეტული გაშლის ქვეშ, რამდენად მოგეწონათ ასეთი ფორმატის საჯარო გაშლა, რამდენად ისურვებდით, რომ მომავალში მსგავსი ტიპის გაშლები გაგვეკეთებინა და ასევე რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, მოწონება და გაზიარება. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩემთან ერთად და შევხვდებით უახლოეს მომავალში. დროებით.